უნდა გავუკეთო, ხო იას? და გაუკეთოს არა ის. ვიცი, აბა რა ვქნა, დავიმალო შეჭა. ბიჭო, რომ დაგირეკავს მე დაველაპარაკები და გაუიასო. წამო ხა ლუდი დავლიოს. აუიას. მიდის ხო თამასი? როგორ ჩემი ციაზე, ისე ვიცით ჩვენს. ბატონო თამას. დიახ. ძალიან მწყდება გული, რომ ჩემი ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში კლინიკის დატოვება გადაწყვეტეთ. ხო, გისმენთ. ნაო. არაფერი ვნახეო. მერე? კაროჩი ნინი ხო იცი? ორსულადა. რა? არა, ორსულადა. რა იცი რომ შენგანა? შეჩემო. ქალიშვილი. ხო შევთავ, კაცო. ხო მითხარით, ამირეკო. იზა ჩემო, მომის მინე ერთამს. დაგირეკო არ ნიშნავს იმას, რომ მანქანა უნდა გაგიკეთო. თან ჩვენი ბრალი ხო არ იყო. არასდროს გძელს გეყენა მანქანა და ჩვენს ვეღარ აგაცილებს რა. დავაი მაგრა. აი აქ 200 ლარია რა. გამორჩ. ეს რა? მანქანის გაკეთებას 200 ლარი უნდა ხო მითხარი? იმარა, იმ ბიჭმა რო თქვა არა გვაქვს. აუ ის ბიჭი დაიგიდე რა. მე და შენ ხო გავწორდი. კეიზმაო გავსწორ. მოყვედი. დასხედეთ, მოდით. ხო შულო, თქვენ ასაკში კარგად უნდა ისწავლოთ, განათლება მიიღოთ. ჩემ ვაკოსაც უმაგას ვეუბნებ. გეთანხმებით. აი მე უცხოეთში მინდა სასწავლებლად წასვლა, მაგრამ ჯერ არ ვიცი რა იქნება და როგორ. რა კარგია. მოდი, ერთ ნაჭერ ნამცხვარს კიდე გადმოგიღებ, კარგი? ვერ მოვასწრებს. გვიანია უკვე თან გასასვლელები. ძალიან დამაგვიანდა მეც. ისე გავიდად რომ ვერც კი შევამჩნიე. შემოგვიარე ხოლმე. ისეთი არაფერი, მაგრამ ნამცხვარი და ჩაი ყოველთვის მაგ. ესეთი ნამცხვრის გულისთვის ყოველდღე ჯირს მოსვლა. ძალიან დიდი მადლობა ნენადეიდა და ნახვამდის. ეჩიც ხო? არა, უნდა მეთქვა ხო არ გავიშლი. აუცილებელი პასახში ვსვა. ხო გითხარი ტელეფონს რო არ იხავდი, ვინ არ ვიულა თქვა. გაგეფრთხილებინე. როგორ გამეფრთხილებინე? ავი აგერეკა მოგეწე. ტელეფონი გაჩიშვილი ქონდა. საერთოდ რატო ქონა გაჩიშვილი? ой, არ ვიცი. ტაქსი! სამზარეულოში ფარდებს გამოუცვლე. იცი რა, რაღაცა ღია ფერისა შევარჩევ და სივრცეს გახსნეს. კარგი.
მოჟინდა. ხაზრო დაგაბალი ბაგეტი არ მოუტანე ხო სალი? და ბაგეტი რომელი საათი იყო? რომელი მაღაზია იქნება ღია? არ ჩაბძანდა თვითონ. დღეს მოვუტან. ახლა გავივლი ვიხდი და ჩავარდა ბაგაჟი. ეს კი დღეს ადრე მოხალ ხო? რა? კარგი რა ხო შემპირდი. შორენას დაბადების დღეა დღეს და ქრებით ვარ დაპატიჟებული. რა შეგვიდი რას ლაპარაკობ? ვერც ამოვიდა. ისე მეულოცა შორენას რა, აი ამ წალია რა. რამდენი საქმეები გაქვს შენც რა. დავიწყებიც მუშაობენ, მაგრამ რაღაცნაირად ახერხებენ სახლში დროზე მოსვლას. მოგითხარი. შტომერები ყავს მეთქი, უცხოელი მოწოდებლები. არ გასულობს? უი, ხო, აგენტა მოვიწყდა. წუხელაც მაგათ ერთად იყავი? ეგრეა. დღესაც მუშაობ, მე საღამოს ეგრე მეყავს. ქართული სამზარეულოს გასასიენჯად ხან საათ. დღესაც უნდა დავყო. მოსდოთ მე სამზარეულო. გიждებიან. აი. გავდივარ ჩქარა. კაი, დროებით. აი მე შორენას დაურეკე რა, აუცილებლად არ დაგავიწყდა ეს. დაურეკა, არ დამოვიწყდა. კაი. ჩაიცხელია. კი, ახლა დუღდა და გისხა? ხო რა. ერბო კვერცხი არ გინდა? კეთი. რა? ერბო კვერცხი გინდა მეთქი? არა, არ მშია. ანდა ცოტა გადმომიღე რა. დღეს არ ვიცი ჭამისთვის საერთოდ რომ იქნება თუ არა. რატო რა შეესაკ? ახალი უფროსი მოდის და არ ვიცი რა იქნება. უბეშინია თამაზი ცუც არავის არ მეყვას. რა ვიცი აბა. რაც მანდ მუშაობს, სულ თამაზია უფროსი და ახლა ცოტას ნერვიულო. თან თამაზი არ წყვეტს ვინ იქნება რა. მფლობელებს მოყავთ მგონი რა. არ ვიცი ვიღაც. რაღაც ახალი ჩაი ვიყიდე და დღესდილი დავაყენე და გავსინჯოთ. გიორგაძეებში რა ხდება? ой, არ მკითხო. გუშინდელმა როგორ ჩაიერა? ბისკვიტი დამეწვა. მე რუსუდანმა რაღაც პატარა შენიშვნაც მითხრა. რა შენიშვნა? არა, ესეთი არაფერი, უბრალოდ ანის რაღაცა ურჩიე და რა ურჩიე ეგეთი? შეყვარებულთან განშორებას განიცდის ბავშვი და რაღაცა უთხარე. რუსუდანს რა თქმა უნდა არ მოეწონა. ცოტა უცნაური გოგოა ეგანი, ხო? არა, საყვარელი გოგოა, უბრალოდ ასაკია გდედიკო ეგეთ. მართლა რა გამრიელი ჩაია, და? ისეთი აქვს კარგი. ხო, მე ძალიან მომეწონა. ой, იცი, ბაკოს ახალი შეყვარებული ყავს. მაგას ყოველკვირა ახალი ყავს დედა. გუშინ იყო აქ. მეგობრები ვარ თუ კი მითხრა, მაგრამ ვიცი მე მაგათი მეგობრობა რაც არის. აქ იყო მოსული? ხო რა იყო. არა, ძალიან კარგი გოგოა. თბილი. ხო რა ვიცი, აქამდე არავინ არ მოყავდა ხოლმე. აი, წავედი მე. მოიცადე, დაგელია, დაგემთავრებინა. ოგი ხარ შენ? კი, დაველოდე. მაგას არ უჩქა გამირეცხე? დავარცხო, მაგრამ არ გამშო. აბა რა ჩავიწყო, რეალურად. რაც გუშინ გაცვა ის ჩაიცი. ახლა მიგიგვარ, ყოველდღე და იგივე როგორ უნდა მოცვის, ა? არ გამშავა და რა ვქნა? 50 მარი. არ მოხდა. მომე რა ის უნდა ჩამოვიდეს ის მანქანა და წინასწარ რაღაცები უნდა გადავიხადო. რატო არ მოხდა არ გასმის? ლე, შენ გექნება რა? არა მაქვს. აი რა გჭირ ხალხო? ჩამოვა ის მანქანა და მას შეცხე რა, მაჩუქე მეთქი ხო არ გეუბნებია რა? არა მაქვს. ლე, ჩემ თავს გაფიცი რა. შენი ამბავი ხო ვიცი, გადანახული გექნება სადმე რა.
მთელი ერთი კვირა გეხვეწები აბაზანაში დუში გააკეთებდი. რა ფულს მთხოვ? აი, ლეი, რა დროს დუშია, დო? ხო და რა დროს ფულია? გაუმინარე რა თქმა უნდა ადგილობრივი გადაგების დამატებას და თვითონ ცვლების გაზრდას წარმოებაში ცვლების რაოდენობის გაზრდას. ადგილობრივი წამლების ხარისხის ბიჭო, მე ვარ. რა შვები, როგორ ხარ? რავი ვარა. ამი ხო რა გადაგიწყვეტი? ბიჭო, რავი, გუშინ რო ამოვედი აქ დამხვდავ. ნერვიულებო და მოვედი. რა პონჩიტო? დედაშენს ხო ხარ? არა, დედაჩემს ხარ დაუბრე. რა შვებით მიდიხარ უნივერსიტეტში? ხო, მე უკვე აქ ვარ კაფეში ვარ. შენ არ გამოდიხარ? ბიჭო, რავი, კი, მთელი ღამე არ მეცინა. რატომ? რატო იმ ამბავზე ვფიქრობდი და თან ვიდეოს ვნახე. მერე? მერე საზიზღრობა. ხო გეუბნებოდი. აი თუ რამეა აქ ვარ, მოგვარდება. ხო, მიდი და დაგირეკავ რა, იტოქში დავიძრები მე სათავე. მიდი. ერთ სიტყვით ჩვენს კლინიკას ახალი დირექტორი ყავს. მე ასე თუ ისე გავიცანი ბატონი დიმიტრი და სიმართლე გითხრათ, ახთოვანებული ვარ და მოხიბლული ვარ ბატონი დიმიტრის შემართებით, მისი განათლებით, მისი საქმისადმი კარგი დამოკიდებულებით. ასე რომ ჩვენს კლინიკას კარგი მენეჯერი ეყოლება ჩემო ძვირფასი. მოკლედ ბატონო დიმიტრი ამ ხალხის და ამ კოლექტივის მართა ტორტის შემარგება. დიდი მადლობა ბატონო თამაზ. მეც დარწმუნებული ვარ რომ ეფექტური მუშაობა დაფუძნებულია დამქირავებელსა და დაქირავებელს შორის ჯანსაღურთი ერთობაზე. დიახ. ჩვენ თუ ამას მოვახერხებთ, მერწმუნეთ, თითით საჩვენებელი და მისაბაძი კლინიკა გავხდებით. მე მზად ვარ გადავიბარო ბატონი თამაზისგან მესოდენ საპასუხისმგებლო პოზიცია. ჩაუდგე სათავეში გუნდს, რომელთანაც მუშაობის დაწყებამდე წამებს ვიტვი. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. მოგვიანებით ყველას შეგხვდებით და გაგეცნობით. აი თქვენ კი მეუბნებოდით არ წახვიდეო. აბა დიმიტრი. შენიც კაცმა არ იცის რა იქნება. კეთი, ერთი წუთი. მოდი გენაცა. ბატონო დიმიტრი, გაიცანით, ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი საუკეთესო ექიმია. კარგი ოჯახის ექიმია. იცნობდეთ თან, კარგი ადამიანი. ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვისაც ბატონო დიმიტრი. თვითონ დამეძახეთ. ბატონმა თამაზმა მეამბო თქვენ შესახებ, ასე რომ საღამოს აუცილებლად შემომიარეთ კაბინეტში. კარგი, აუცილებლად. კარგი, გეუბნებით. მადლობა. არ ვიცი რა, გუშინდა შეხვედრის საერთოდ მე გადადა. კი არაფერი არ ჭამა. არა. ხელი დღე არაფერს არ ჭამს ეს ბავშვი რა, რა გავაკეთო და აღარ ვიცი რა. გამარჯობა, საერთოდ მანქანა მოვიდა. მოდი, შემოდი. აი აქ დადგით. ეს მანქანაც არ არის ძველი, შარშან გამოვიტანეთ, მაგრამ ეს ერთი კვირაა რაღაც საშინახვად გამოსცემს რეცხვისას. თუნდაც ნახავთ იმ ძველ მანქანას ხალხს. არა, უკვე ნახა ხელოსამალე თქვა რომ ალბათ ბრაკია. აჰა, კაი, მაშინ დავაყენოთ ეს ახალი მანქანა. ვაიმე, სარეცხი რომ აქ ძველ მანქანაში. ის უნდა გაათავისუფლოთ, რომ ეს ახალი მანქანა იქ უნდა დავდგათ. ხო, კარგი. რა ხდება? არა, სარეცხს ვერეცხავდი ძველ მანქანაში და მე გამოიყე და ახალში გარეცხე. ხო, გამოვიღებ. უბრალოდ არ მეგონა ესე მანე თუ მოვიდე. მოიცოდი რომ ახალი მანქანა მოქონდეთ, რაღაც რეცხავდი იმ ჯარდში. ხო, რა ვიცი. მომე სიგარეტი. უკაცრავად სიგარეტი შეიძლება მოწიოთ. არა, სახში არ ვეწევით, გარეთ გავზარდით და იქ მოვიზით.
ბიჭო, როგორ არ მოგბეს და ეს სახში სუმა და ერთი და იგივე საფუძზე ვუეჭი. არ გვაქვს ძმაო ამ კლუბის და ბარის ფული და რა გავაკეთო? მართლა რა გაატრაკეთ ბიჭო საქმე, რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიქნებით, თავარი ერთად ვიყოთ და გაგვისწორდეს. გობას გაგწევ, გაგისწორდება ეხა ამის თბილი არაკი და ლეპტოპში ჩართული დაზეპირებული მუსიკა? ბიჭო, რავი, მამეთ არა, ბაზარია. დაბა, გასვამბობთ მე ძმაო წავიდეთ, ვიღაცას გავიცნობ და ველაპარაკებით, ადამიანურად გავერთოთ. ბიჭო, ფული არ გვაქვს, ფული. ეხვეწები გაჩუმდი რა. ვისესხებ ძმაო და შევკრავთ მე პირველად ხوارს ეს. არ მეზარება რა საქმე. სხვაგან თო გამიწევდა. ხო რა, თან მე მაქვს ასილარი. ჩემი სალი. პროსტა ერთ კვირაში მჭირდება და უეჭვენ უნდა შევაკლებოთ. აგერ ნახავ რა ჩემ ფეხებსაც შევ. აჩუნდი. ოპა. გამარჯობა ყველას. ბარში მივდივართ, ხო? ო, რავი, გამისწორდება. აუ, რომელ ბარში? რამდენი ხანია არსად არ ყოფილვარ? ბაკვარ უნდა გამიცნო შენი მეგობრები. კაკოიკა, სალი, ბრატი. ეს ნინია. ჩემი მეგობარი. მეგობარი. ჰა, როდის მივდივართ? სად? ბარში. ხო. ეხლა ლექცია, თქო. ხო, გვაგვიანა. ავაი. კარგი, მე წავალ და როცა დამირეკეთ, კაი? იგი შენ ვერ წაგი. რატო? რატო და თაკოს ბიძაშვილის დაბადების დღე. და შენთან ერთად რო წამოსულიყავი, რა მოხდებოდა? არაფერი, მაგრამ ხო ხდები რა გამიდი რა გთხოვ ესეთ თემა. მე მგონი შენ არ გინდა რომ წამოვიდე. შუაში ვარ თავს გავიწევ. თემა არა ეგეთი რა. გამიდი. კარგი. გასაგებია. აკენ. აფერი გაუშვი. მომენტ ეხავს, მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა. ო, შენი დედა მოთხარ. ეს გინდოდა არა? მე რა მინდოდა, თუ არ იცოდი რას ეცი, ვერ გავიგე. რა, 1.50 ლარი გთხოვე და რეებზე მაპახავებ ამის გულისთვის. ბელა. რა ვქნა ეხლა ესე წავიდე? და შენ ორივე ხელი მარცხენა კონდეს რა ჩემი ბრალია. კაცო, უკანი ვერ გავუკეთებია სამში. აი რა დედა რა გაყვირებს, რას აგიჟებ იმ კაცისათაც რა. ნახე რა კიდე აკეთროა, რა პრეტენზია რა ერთი. ჩამომივა ის მანქანა რა გავყიდი და რა ჩემ ფეხებს მოვიტან სახში, მაგასაც ნახავთ რა. რა გაყვირებ, შენ ხო არ გააფრინე. აი ნახუით ეხლა ორივე რა. გაუნათლებელი. არა, რა დიდგულზია ვერ გავიგე. ხეპარე. კაი, რა დაწყნარდი დედა რა. სად მიდიხარ? რაში? ჩემო თახშიც რაღაცები გასასწრი და გამიგეცხე. კარგი. გიორგისთან და ანისთან ხო არ არის რამე? არ ვიცი ნახე.
არა უშავს. ფეხით გავისეირნე. ხო, მე შორე ახლოს გავაჩერებ, შევალ ვიკითხავ კუპე თუ არა თავისუფალი და დაგირეკავ. შენს მოდი. სტეიკი თუ არ მომეწონება, არ იცი რა გოლის. მოგეწონება. გადაცულსულდე ახლა. კარგი. გამარჯობა. თავისუფალი კუპე თუ გაქვთ? დიახ, რამდენი ბრძანდებით? ორნი ვიხდებით. მობრძანდით. ეცოთე. იკა. ამოდი. ლიკა! ლიკა! ჩემ მეგობარი არის ლიკა გაიცანი. ლიკა როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? კარგად, რაშობ, რამდენი ხანია არ მინახარ, ალამაზი ხარ. მადლობა. ეს არის შოთა გაიცანი, ესენი ჩემ მეგობრები არიან. არიან. გამარჯობა. მობრძანდით, დაგვეწვიეთ. შემოგვიერთდი რა. არა, მადლობა, მეგობრებთან ერთად ვარ, ქვემოთ უნდა ჩავიდე. ძალიან ცუდი. მაშინ გამოჩდი ხო დამირეკე? კი, აუცილებლად. აი, კოცნია კოცი ხო ყველას? კარგი. ნახვამდის სასალონო. კეთილი მოხვედი? ნუ, ნაშოთ. მოდი დაჭირე. აი მიირთვი და ყავისიც მოგიტოვებ ახლა. არა, არ მინდა, მადლობა. ნათია. როგორი კაცია. ბატონი თამაზის მერე ძალიან მიჭირს ვიგეთ ტიპთან შეგუება რა. არა მგონია ცუდი ბიჭი იყოს მაინც. რა ვიცი. საერთოდ სიმართლე რომ გითხრა, ეცნობდეს და აქაურობა რა. წავალ და გავთხოვდები. ხო, რა გაცინებს? ქმარი მინდა მე და ოჯახი. ვიცი. შენ რას აპირებ? არაფერს. არაფერს. არაფერს არ აპირებს. გამარჯობა, დიტოსთან ვარ, სალია? არა, არ სალია, შეხვედრა აქვს. აი, ქეთით დიტოს ელოდება. გამარჯობა. გამარჯობა. ბატონი თამაზის გაცილებიდან მახსოვ ხარ, მგონი, ხო? დიახ, მეც მახსოვ ხარ. სასიამოვნო ძალიან. კარგი, გავალ მაშინ და მე შემოვიდი, ხო? თუ რამე საჩქარო საქმე არ გაქვთ, ეხლა ვაპირებდით გოგოები ყავის მოდუღებას და დაგვეწვიეთ. ეცი, ხოდები ყავს. კი, დავეწვი. კარგი, მეც დაგეწევით მაშინ. ძალიან კარგი. ქალბატონო მზად არის ახალი ვითა. გაგახარებ ღმერთი. 40 ხო? არა ქალბატონო 50. სულ ახალი რეზინკები დავაყენე. ხო, მაგრამ რო დავრეკე 40-ია და კარგი, კარგი. აი გამარჯვეთ. მადლობა, კარგად დამდებოდეთ. გამარჯობა. ნახვამდის. ჩემთვის და ჩემი საქმისთვის არ გაქვს ფული და ხელოსნისთვის გაქვს, ხო? დორჩი ხა სისულელეებს. ეგ ფული ჩემთვის რომ მოგეცა რა დაშავდებოდა, ავიდო. არ გაგვეკეთებინა უკან და არ გვებანავა რა. ხო გითხარი არა რომ გავაკეთებ მეთქი ამ დედამოთი. შენ ერთი კვირა ეგრე იძახი და ხელიც არ გაგინძრევია. ბოდიში თუ რაღაც ონკანის გულისთვის არ მეცავა რა. ой, იმდენი საქმე გაქვს. ოიცა მე არ მაქვს საქმე და შენ გაქვს, ხო? რა გაყოლა, ხალხს ძირცხვილია. შენ ვერ ხვდები რა გვაქვს. აბა არ დაგვებანა? დავაი, მიდი, დაიბანეთ ხელები და მე რა ჩემ ფეხებს შეჭამთ, მაგასაც ვნახავთ რა. ხმეთო რამე დავაშავეთ ეგ იდიოტი რო შემოუში ოჯახში. რა ის ჩემო? სკოლაში ახალი ძეგლისთვის 30 ლარი მოიტანეთ და არ გააქვს. მოგცემ ახლა.
რა გამორთე. რა ამბავია ესე 30 ლარი. მამამის რო კითხო მათ ფასად მანქანები ჩაგვიყავს. წამორა ვიცეკო ძალიან მაგარია. აი მოიშე დავიცე. ცოტა დავლიოთ და მე. საკუთე რატო არის? ავი არ ვარ ხასი. ძალიან ვიცე. ო დაანებე რა თავი უნდა ისოკოს უნდა არის. ემად ჩვენ დაგვიმართეთ რა. ეხლა დავლიეთ. აი და აი კიდე და. აი რა თავი დაანებე. მაგრამ დავიღალე მაგრამ ეს ერთი და მაგაბულ ხოლმე. საბიდი ხარ. ოღონდ. იგრი არ დაგავიწყე. ანო. თომე, საკითხი დავიდე. ხო, რა თან დიხნია ყოფილა. აი და სახი. გორი ძვისი რა. ხო, მაგრამ თავზე უფრო მაგარია. ძალიან მაგარი მუსიკა, წამო რა ვიცი. ბიჭო, ავედი რა. აი კიდე რა. ბატო, მოიცა ერთი ზოგი, რა ხდება შეში? არაფერი და იქ. არაფერი, რატო გავა? აი კიდე რა პირადული. რა პირადული? არაფერი, შედი და ხოლ გნახავ რა. რა გჭირს, ბიჭო, რანაირად იცევ? თუ რამე სერიოზული ხდება თქვი. არაფერი, შედი და ხოლ ვიბაზროთ რა. კამანდასაც უთხარი რომ რაღაც საქმე გამოუჩნდა. რა წავი. დენიც. ნანა. ჩემი თეთრი კაბა ხო არ გინახავს? რომელი? ეხა ხაზრო შევიკერე რა დაგემართა. სკამზე რო იყო გადაფერი? ო, ეგ. გავრეცხე, გასარეცხი მეგონა. გარეცხე? ხო, შენ ხო მითხარი რაღაცები გარეცხეო და ეგეთ. კარგი, რა, გარკვევით გითხარი, რაც ლოგინზე დევს ის გარეცხე თქო. რა ვიცი, გასარეცხი მეგონა ეს არა. ხო, კაი, მიდი გამოიტანე, ბრალი იქნება უკვე თულავიდე. ჰალო. ხო. ანუ იმისოლიც იქნება. ნახოთ რა. არა, მე და რამაზი ცოტა გვიან მოვა, იმიტომ რომ რაღაც საქმეები აქვს რამას, ხო. რა იყო? რა ვიცი, გავრეცხე, მაგრამ. რა მაგრამ? რა ვიცი, ნახე აბა. დაგირეკო. ეს ხელწყალში გარეცხე. არა, გრილში, მაგრამ მანქანას რაღაცა სხვა კნოპკები აქვს, ვერ გავიგე. კარგი რა, შენ მაინც რა მოგივიდა. არაფერი ეშველება. დაანებე თავ. დაანებე და დადე. რა გინდა? მე ხვდები? ვერა. რა იყო ეს რამე სიჯიმონთ? და შენი საქციელი რა იყო? რა საქციელი? აი ხა ვერ ხვდები, ხო რა საქციელზე გელაპარაკები? რა და შენი მეგობრების თვალ წინ დამამცირე და ბოზივით გამომაგდე საერთოდ. აყვირებს ჩუ. მოგითხარი სხვა კონტიო თქო და ვერ წაგიყვანთ. მე რა ვიშერა მაგის? შენ გონია ვერ დავინახე შენ მას მაკაცფა რაღაც რო განიშნა? მანიშნა. აი რა ხა მთვრალი ხარ და კიდე უფრო მეც სისრულელეს მეტყვი. იმაზე მეც ისულელეს რაც შენ მომწერე? შენი საქციელი ხო ძალიან ჭკვიანური იყო რა. და მაგის გამო აბორტი უნდა გაიკეთო, გოგო? და შეიცი რომ 30%-ია იმის შანსი, რომ საერთოდ შვილი აღარ გაყოლოს აბორტის მერე? ბოდავ. კი რომ ბოდავ ეგრეა. ყველაფერს რო თავი დაანებო, შულს ხო არ მოუყვავთ. ჩვენ შულს.
ხარ კაია. ვიცი რომ ყველაფერს გავაკეთებ, რა შენ და ბავშვი კარგად. პირდები? წამოვა მარტო, ჩაის დაგალევი. აბა ყველაფერს გავაკეთებ ხო? აი წამ. ეს ცოტა ხნით. აი წამ. დიდი ხანი არ არის რაც ამაზე მუშაობა დავიწყეთ რეალურად. ალბათ 2 წელი ნახევარი შეიძლება. სულელური შეკითხვა, მაგრამ მაინც დიდი განსხვავებაა სტანდარტებში, ხო? ხო, არა, სტანდარტებში განსხვავება კი. კარგად დამეგოდი. კარგად. გეთი? კიდევ ერთხელ გამარჯობა. გამარჯობა. ნიკა, ბოდიში დიდხანს გავოდინე. ჯერ ქეთის რო ველაპარაკო, წინა აღდგი ხომ არ იქნება? არა, რა თქმა უნდა. თან მე ცოტა ვრცლად უნდა დაგელაპარაკოთ ფართან ბავშვი. მოგზანდი. შევიდეთ. ჩაის ყავს, ხომ არ მიერთი? არა, მადლობა. ნათია. არა. კარგი, მე შენ არც მემინდა. დამზანდი. ეცი კი მიერთია. არა, მადლობა. კარგი. აბა, მომიყევი შენზე. აი საქმიანო, როგორი გამოცდილება გაქვს? როგორი გამოყოფილი ხარ ჩვენი სამსახურით, ასე და ასე შემდეგ. რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, მას შემდეგ აქ ვმუშაობ. თამაზი ფიძიას წყალობით. დიდი ხნის სტაჟიც მაქვს კი. და მაყოფილიც ვარ. კი. კარგი, ხო, თამაზმა არაჩვეულებრივი რეკომენდაცია მოგცა. მე ვიტყოდი საუკეთესო. ალბათ დამსახურებულად, არა? დიდი მადლობა თოფისთვის. ძალიან დაგულო, შენს დიდხანს გავუდინე, ამიტომ მოკლედ კეთო. მოადგილებ ჭირდება. და თუ შენს სტაჟსა და გამოცდილებას გავითვალისწინებ, არჩევანი შენზე შევიჩერე. დირექტორის მოადგილე. ასე თქვი. არ ვიცი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა. მომილით ძალიან ბევრი გეგმები მაქვს, მაგრამ ეხლა ამით ლაპარაკზე თავს არ შეგეძლო. მოიფიქრე და ხომ მითხარ შენს. კარგი? კარგი. მაშინ დროებით. ხალხი. მოხვედი ნანა. ой, ხო, შემოდი. ესე ხარ შემოვალ. მოგწია ერთი მარტოა. აი დენის ხუთარი მოვიდა, მიავიდა, რა არ დაიკარგოს. მოვიდა უკვე. ხოზე გავიღებ ხელფას და გადავიხდი მინდადემად. ჩაის ხო დამე? ჩაის, რა ვიცი, დავლია სახლში, მაგრამ კაი დამისხე. რაჯექი. ოდ. ბიჭორაოთ. რა ხდება გიორგაძეებში? როგორ მიდის მაგათი ბოჰემური ცხოვრება? არ მკითხო. ბოლ დროს რაღაცას უშენიშნებს მაძლევს რუსუდანი. რატო გოგო, რა სიკვდილი უნდა? რა ვიცი, მე დღესაც მეჩხუბა. მე შენი რაღაცა სულ არ გამომაგდოს იქიდან. მორჩი რა სისულელებს. შენზე უკეთეს ვისი პოვის. მომისმინე, ლიზიკო როგორ არის? გაუარა ყველა? კი. კეთი მწამალი რო გამოვწერა ძალიან მოუხდა. ძალიან კარგი. და დათო მაკა როგორ არიან? რა ვიცი, არიან ჩვენივრად. დათოს მანქანა თითქმის ჩამოვიდა. კარგია. დღეს კიდე სახლში ონკანი გამოცვალა. რაქნას წვალობს ბიჭი. კარგი ბიჭია. ზრუნავს ოჯახზე. აი, ატოქდა. ზრუნავს. ქუჩაზე როგორც გადმოხდა, ჩემ ახანას დაიწყო. გამო. შენ აქ რასე? შენ რა გინდა? სტუმრები ყავდა მოყვანილი? სტუმრები? ეხლა გავაცილეთ ჩემი სტუმრები. შენ ჩვენ აი აქ ვისხედით გვერდზე რესტორანში. აუ ნეტა მწოდნოდა რომ აქ იყავი. როგორ ვერ დაგინახე? ხოთე შორენას დაბადების დღეზე იყავი? ხო.
აქ არის ახლა შორინა? პირველ დავარეგე დღეს. არა, შორინა წავიდა უკვე გარეთ ხედით ვერანდაზე. როგორ ვერ დაგინახე? ავიცი, აქ დღეს შემახარ. სახლში ხომ მოდიხარ? სახლში წავალ, აბა საწავალ. გეხოცები გოგოები გავიყვანოთ რა. გავიყვანოთ ვინც გინდა. ხო, მოიცადე წამით დაუძახებ. ქეთი! თეო, მოდი! ქეთის ქმარია ნოე. რაიგაც. გამარჯობა. ნოე, შენ წინ დაჯექი და ჩვენ უკან ჩავხსნები. ეტა შენ ცხოპილი ვიყავი რა კაცი. რა კარგია მაინც რომ შემოგვიერთდი. ხო. დალებთ რომ ეს? კი დავლევ. აი დაუსხი. ხახენი მანქანა გააკეთე? ჯერ გამკეთები, გავუკეთე. თქვენ ვაფშე ხوار გაგიჟდით. ჩემი მანქანა დავამტვრე, თქვენი ხوار დამიმტვრებია. მივხედავ რა რამენაირად ჩემს საქმეს. თქვენი პროზე ხო არა? რა? მოადგილეობა შემოთავაზა. მორჩები და მე გეულოდები და ვისაუბრებ, კაი? კარგი. მეც დავისვენებ, მე პაციენტი მყავს და მე შემოვიდე. კარგი, გეულოდებით. სად არის ის ამდენი? ვინა, რა ვიცი, სად არის, მაგრამ ხო დამტანჯა. ამდენი უკვე. რავი, ნახოთ რა რომ მოვალა. ერთი 300 რო დავამატოთ. ავიდი. ის რა არის ვერ გავგერა პონტია. აგირეკავთ რა? აი ნუ გაატრაკე რა, აგიმაზა ვარ დარეკა. ანი, გული წავიდა ნანა დაიდა. აივე, ანი. რომელი ხარ? მე რა გინდა ხომ მოგეცი ყურას. ავიდო შენ გნახავ და ისე დაგელაპარაკები რა. ეს მაგას მეუბნია რათა ჩემი თანამშრომლები და მეგობრები. აქ რა მოვიყოფი. მიდი რა გვაქვს მიხედე, რა უნდა გაშევერაგები. კაი, გავა. საცოტა ხანში მივიდე.